ამჟამად ვიმყოფებით ჰააგაში, მაურიც ჰეისის მუზეუმში და თქვენს წინაშე წარმოდგენილია დევიდ ტენიერსის ნამუშევარი. სამზარეულოს ინტერიერი. ეს ნამუშევარი მე-17 საუკუნეში მოღვაწე მხატვარმა დევიდ ტენიერს უმცროსმა 1654 წელს შექმნა. ეს ნამუშევარი სპილენძეა შესრულებული. მე-16 საუკუნეში იტალიიდან დაბრუნებულმა დევიდ ტენიერსის სიმამრმა ბრეიგელ პირველმა ანტვერპენში მოღვაწე ხელოვანების სპილენძზე ხატვის ტექნიკას აზიარა. მიიჩნევა, რომ დევიდ ტენიერსმა კომპოზიციის ცენტრში მისი მეუღლე ანა ბრეიგელი გამოსახა. ის სკამზე ზის, მისი მზერა სასურათე სიბრტყის მარცხენა არისკენაა მიმართული. მარჯვენა ხელში დანა უჭირავს, მარცხენაში კი ვაშლი, რომელსაც ამ დანის მეშვეობით თლის. მის სიახლოვეს გამოსახულ პატარა ბიჭს ხელში თეფში უჭირავს. პატარა ბიჭი დევიდ ტენიერსისა და ანა ბრეიგელის 6 წლის ვაჟი დევიდია. ნამუშევრის მცირე ზომის მიუხედავად, კარგად განირჩევა, რას აკეთებს სამზარეულოს სიღრმეში გამოსახული თითოეული ადამიანი. მათგან ერთი, როგორც ხედავთ, ბუხარში დანთებულ ცეცხლს დასტრიალებს. მეორე მაგიდასთან ფუსფუსებს. მესამემ კი ესესაა შემოაბიჯა სამზარეულოში. მიიჩნევა, რომ დევიდ ტენიერსის ამ ნამუშევარში გამოსახული თევზები წყლის, ნანადირევის შესაწვავად დანთებული ცეცხლი ცეცხლის, ფრინველი ჰაერის, მონადირებული ცხოველები კი მიწის სიმბოლურ გამოსახულებებად უნდა მოვიაზროთ. როგორც ჩანს, ტენიერს სურდა მის მიერ შექმნილ კომპოზიციაში ეს 4 ელემენტი, 4 სტიქია გამოესახა. ნამუშევარი ამჟამად ნიდერლანდებში, ჰააგაში, მაურიც ჰეისის მუზეუმშია დაცული.